ორი სიტყვა მინდა ვთქვა ირაკლიზე. როდესაც ჩვენ ამ ყველაფერს ვაშენებდით და ეს ჩვენ ავაშენეთ საძირკვლიდან და თქვენ იცით მშენებლობა ძალიან რთული პროცესია. ირაკლი იყო ეს პიროვნება, როდესაც დაურეკავდი და ყოველთვის მოვიდოდა. ანუ მასში იყო ის ერთგულება, რომ არ დაგეზარებოდა დარეკვა და თხოვნა. არის ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც ვერ თხოვ. ჩვენ ვიტყვით ხოლმე ირაკლიზე, რომ მისი წყენინება შეუძლებელი არის. ხო, ზოგიერთი არის, რომ სიტყვებს უნდა გაუფრთხილდე, რომ ელაპარაკებ, მაგრამ ირაკლი ასეთი არ არის. ამიტომ მასთან ყოველთვის კომფორტული იყო ყოფნა. ყოველთვის კომფორტული იყო ურთიერთობა, ყოველთვის მხიარული იყო, ყოველთვის ესე იგი უპრობლემო იყო, თუ შეგეშლებოდა არ აუშავდა გეტყვის. ამიტომ მე ძალიან მიხარია, რომ მას შეხვდა მეორე ნახევარი, რომელიც ნამდვილად ძვირფასია და რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ. და ჩვენ ვლოცულობთ და გვჯერათ, რომ მას ექნება მყარი ოჯახი, რომ ის შეძლებს სწორად გაუძღვეს ოჯახს. ის ჯერ ახალგაზრდაა და ცხოვრება ბევრ ამას ასწავლის, მაგრამ ჩვენ ვლოცულობთ, რომ ნაკლები შეცდომები დაუშვა ცხოვრებაში. დიდება ჩვენ ძვირფას უფალს. ეხლა ძვირფასებო, გთხოვთ, რომ ფეხზე წამოდგეთ ყველანი და ჩვენ გვინდა, რომ დარბაზში საკურთხეველთან მოვიწვიოთ პატარძალი და მოვიდეს ჩვენთან. დაბრძანდეთ ძვირფასებო. რა თქმა უნდა, თიას უფრო დიდხანს ვიცნობ ვიდრე ირაკლის, იმიტომ რომ მახსოვს მისი დაბადებაც და მინდა ვთქვა, რომ ის სიტყვები, რომელიც აქ არის დაწერილი, გამრჯეთ ცოლს ვინ იპოვის, მარგალიძე ძვირფასია იგი, ეს სიტყვები ნამდვილად ეკუთვნის თიას. როდესაც თია მოვიდა ეკლესიაში და პირველად ირაკლი მითხრა ამის შესახებ, რომ მას მოსწონდა თია და გამიმხილა ამის შესახებ. კარგახანი ჩვენ საიდუმლოდ ქონდა ეს შენახული, მაგრამ ირაკლის მე რაც უთხარი, როგორც ყველას ვეუბნები ხოლმე, მიუხედავად იმისა, ვინ არის გოგონა, ვუთხარი, რომ სანამ სერიოზულად არ გადაწყვეტ შენ სკოლში, არ გაბედო რაიმე, ასე ვთქვათ, ზედმეტად უთხრათქო. ეს ჩვენი წესრიგი არის, რომ არ შეიძლება თამაში ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს არასდროს კარგად არ მთავრდება ხოლმე დაჭრილი გულებით და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში მართალი გითხრა, მე ძალიან განვიცდიდი, რომ მათ გული არ დაჭროდათ და მათი ეს ურთიერთობა
სადღაც არ გაწყვეტილიყო და ყოველთვის ვეკითხებოდი ირაკლის როგორ ახარ და მან იცოდა ეს ჩემი როგორ ახარ არ ნიშნავდა თავი ხო არ გტკივან რაღაცა მან იცოდა რას ნიშნავდა და ის ყოველთვის მეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად არის ის არ ამბობდა რომ კარგად ვარ ყველაფერი კარგად არის მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის ამ ორი ძვირფასი ახალგაზრდისათვის და ჩვენ ახლა მე მინდა რამდენიმე კითხვა დავუსვა როგორც ირაკლის ასევე ძვირფას თიას ირაკლი ირემაძე სიყვარული თუ მიყავს თია დაბიძე ცოლეთ სიყვარულით თუ დებ პირობას რომ გეყვარება იგი და დაიცავ მას მთელი შენი ცხოვრების მანძილზე დიახ პირობას დებ თუ იქნები მის გვერდით გაჭირვებაშიც და ხინშიც სიუხვეშიც და ხელმოკლეობის ჟამსაც დიახ პირობას დებ თუ დებ პირობას ღმერთის ეკლესიის და ყოფის საზოგადოების წინაშე რომ იქნები ოჯახის თავი ღმერთის მცნებების შესაბამისად დიახ პირობას ჩვენ ყველამ ვიცით ძვირფასებო რომ სიტყვას აქვს ძალა სიტყვით შექმნა ღმერთმა სამყარო მან თქვა და შეიქმნა როდესაც ჩვენ ღმერთის წინაშე ვდგებით რაიმე განსაკუთრებულ რიტუალს კი არ ვასრულებთ სიტყვას ვამბობთ და ამ სიტყვას აქვს ძალა ამიტომ ჩვენ ყველაფერ ამას ვამბობთ ღმერთის წინაშე და ჩვენ სიტყვის ერთგული უნდა ვიყოთ თია დაბიძე შენი ნებით და სიყვარულით თუ მიყვები ირაკლი ირემაძეს ცოლად დიახ თუ იქნები მის გვერდით გასაჭირშიც და ხინშიც სიუხვეშიც და ხელმოკლეობის ჟამსაც დიახ თუ დებ პირობას რომ იქნები მისი დამხმარე და მოსიყვარულე მეგზური მთელი შენი ცხოვრების მანძილზე დებ პირობას ღმერთის ეკლესიის და ყოფის საზოგადოების წინაშე თუ დებ პირობას რომ გეყვარება იგი პატივს მიაგებ მას და უერთგულებ იესო ქრისტეში დებ პირობას თქვენ მოისმინეთ ძვირფასებო მათი სიტყვები და მათი სიტყვები არა მხოლოდ ჩვენ მოისმინეთ არამედ ის იყო გაჟღერებული ღმერთის ტახტის წინაშე თქვენ იცით რომ ადამიანები ერთმანეთს ცოლი და ქმარი უკეთებენ ბეჭდებს ბეჭედი არის საქორწინო ბეჭედი არის მრგვალი და ის არის ხშირ შემთხვევაში ოქროსი ბიბლიაში ოქრო არის ღვთიურობის ნიშანი ბიბლია საერთოდ თავისი ასე ვთქვათ ყველაფერს აქვს თავისი სიმბოლიკა და ეს ღვთიურობის სიმბოლოა ოქრო ხოლო მრგვალი არის უსასრულობის სიმბოლო ეს იმას ნიშნავს რომ თქვენი ურთიერთობა უნდა იყოს ოქროსავით ბრწყინვალე და უნდა იყოს უსასრულო თქვენი სიყვარული ირაკლი არის ძალიან მშვიდი და ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოს რომ რაღაცას ნელა აკეთებს მაგრამ ეს მისი სიმტკიცე და დადებითი მხარეა იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი ამას სისუსტეთ აღიქვამს მაგრამ სიმშვიდე და თუნდაც რაღაცა რუდუნებით გააკეთო ეს ძლიერი მხარე არის ასევე ირაკლის უთხარი თიას შესახებ რომ მას აქვს ბევრი უნარები და ეს იმას არ ნიშნავს რომ მე რომ მამაკაცი ვარ ამიტომ მისი უნარი უნდა იყოს ჩემს დაქვემდებარებაში არა თუ თქვენ ერთმანეთს გამოიყენებთ ამ კუთხით ოჯახი იქნება მტკიცე ღმერთის სიტყვაში დაწერილია ორნი ჯობიან ერთს იმიტომ რომ ერთი თუ წაიქცევა მეორე წამოაყენებს დიდება ჩვენ ძვირფას უფალს ჩვენ გვაქვს ბეჭდები ძვირფასებო თუ შეიძლება რომ ბეჭდები მოიტანოთ მადლობა ირაკლი აიღე ეს ბეჭედი
და უთხარი შენს რჩეულს როგორ გიყვარს ის და გაუკეთე ეს ბეჭედი. ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღეს. ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი მაწვალა. ღმერთს ვთხოვდი რომ ვიცოდი ჩემი მეუღლე რომ იქნებოდა ძალიან ძვირფასი. ლამაზი, მშვენიერი ღმერთის გულის გოგონა. ვიცოდი რომ ესეთი გოგონა იქნებოდა, მაგრამ როგორც კი გამომიჩინა, მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. ძალიან მიყვარხარ და სულ მუდამ მეყვარები. გიკეთებ ჩემი სიყვარულის ნიშნად ბეჭედს. თია თუ შეიძლება აიღეს ბეჭედი და უთხარი შენს რჩეულს როგორ გიყვარს ის და რას ელი მისგან. ირაკლი, შენ ხარ ჩემი დიდი საჩუქარი, რომელიც ნამდვილად ღმერთმა გამომიგზავნა. შენთან ერთად მივხვდი, რას ნიშნავს იპოვო მეორე ნახევარი და ბედნიერი ვარ. ჩემი იმედი ხარ, ვიცი რომ ერთად ყველაფერს შევძლებთ. მადლობა რომ არ დანებდი. შენი დამსახურებაა რომ აქ ვართ დღეს და ძალიან მიყვარხარ. დიდება უფალს ეს გამომართეთ შვილო. დიდება ჩვენ ძვირფას უფალს, თქვენ მოისმინეთ მათი სიტყვები, თქვენ იცით რომ მათ უკვე ხელიც მოაწერეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქ ჩვენი საეკლესიო, ასე ვთქვათ, მოწმობა. ჩვენ ღმერთის წინაშე ვაკეთებთ ამას ყველაფერს, როგორც სიტყვას, ასევე ჩვენს ხელმოწერას აქვს ძალა უფლის წინაშე, ამიტომ მე მინდა რომ მათ მოაწერონ იქ ხელი, როგორც საეკლესიო მოწმობას. გუშინ მათ უკვე ოფიციალურად მოაწერეს ხელი საჯარო რეესში, ანუ ისინი სამოქალაქო კუთხითაც არიან ცოლ-ქმარნი. ზოგადად ჩვენ გვაქვს ასეთი წესრიგი ძვირფასებო, სანამ ისინი ხელს არ მოაწერენ ოფიციალურად, ჩვენ მათ არ ვაკურთხებთ. იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის წესრიგი, თუ ადამიანებს უნდათ იყვნენ ქორწინებაში, მათ ოფიციალურადაც უნდა ქონდეთ ხელი მოწერილი და ასევე უნდა იყვნენ ღმერთისაგან კურთხეულები. ეხლა კი ძვირფასებო, ჩვენ უნდა ვილოცოთ მათზე, ვაკურთხოთ ისინი, როდესაც ჩვენ ვლოცულობ, ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთმა იესო ქრისტემ დაადოს მათ ხელი და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებას ვუძღვნით ჩვენ უფალს, მათ ცხოვრებაში ღმერთი იყოს მათი დამცველი და ბოროტს არ კონდეს არავითარი ძალაუფლება. ეს არის ჩვენი ლოცვა, გთხოვთ, წამოდგეთ ძვირფასებო ყველანი. ჩაკიდეთ ხელი ერთმანეთს. ჩემო ძვირფასო მამაო, შენს წინაშე ვდგავართ იესო ქრისტეს სახელით. შენ ხედავ ღმერთო ირაკლის და მის გულს და მის გადაწყვეტილებას. შენ ხედავ თიას გულს და მის გადაწყვეტილებას უფალო. დღევანდელ დღეს მათ გადაწყვიტეს შენი სიტყვის შესაბამისად, რომ იყვნენ ერთ არსი, ჩემო დიდებულო. ამიტომ ვაკურთხებთ მათ. ვაკურთხებ ირაკლის და თიას, რომ იყვნენ დაცულები და დაცული იყოს მათი ოჯახი. იყოს კურთხეული მათი ნაყოფი, ჩემო ძლიერო. კურთხეული იყოს მათი შესვლა და გამოსვლა. კურთხეული იყოს მათი შთაომავლობა, ღმერთო. კურთხეული იყოს მათი ურთიერთობა, ძლიერო. ვაკურთხებ ღმერთო ყველაფერს მათი ირგვლივ, რასაც შეეხებიან იყვნენ კურთხეულები, ჩემო ძლიერო უფალო, რომ შენი დიდება
იყოს მათში და შენ იყო მათ შორის ყოველთვის სირთულეში. იყვნენ ფინანსურად კურთხეულები ღმერთო, რომ კონდეთ იმდენი რაც მათ სჭირდება და სხვებსაც რომ მისცენ ჩემო ძლიერო, რომ ჩემო დიდებულო უფალო შენი ნება აღსრულდეს მათ ცხოვრებაში. ბოროტის ყველა გეგმას ვაცხადებ ჩაშლილად იესო ქრისტეს სახელით. იესო ქრისტეს სისხლი არის ყოველგვარი ბოროტის საქმიანობის წინააღმდეგ, ყოველგვარი ბოროტი აზრისა და ენის წინააღმდეგ, რომ ჩემო ძლიერო მათ კონდეთ გაგება და კონდეთ გაგებული გული შენი სახის წინაშე. ვაკურთხებ ჩემო ძლიერო, შენი ძალაუფლებით, რომელიც მე მაქვს მოცემული, მათი ოჯახი იყო შეკავშირებული, გამრავლებული, კურთხეული და ბოროტის გეგმები იყოს დამსხრეული. შენი გეგმა აღსრულდეს მათ ცხოვრებაში. აკურთხე მათი საყვარელი ადამიანები ღმერთო, მის ირგვლივ ვინც არიან უფალო, რომ ყველაფერში კონდეთ წარმატება, რასაც კი ჩაიფიქრებენ შენი ნების შესაბამისად. ჩემო დიდებულო უფალო, მათი გულის და მათი სიყვარულის შესაბამისად და შენგან მოცემული ძალაუფლებით ვაცხადებ მათ როგორც ერთას, ერთ არსად და ერთ ოჯახად. ვლოცულობ მამალ იესო ქრისტეს სახელით და ყველანი ვამბობთ. ამინ. დიდება იესოს. ჩამკიდეთ ხელი. ძვირფასებო, ქალბატონებო და ბატონებო, მათი გადაწყვეტილების საფუძველზე და ღმერთის კურთხევის შესაბამისად ირაკლი ირემაძეს და თია ტაბიძეს ვაცხადებ ქმრად და ცოლად იესო ქრისტეში. ძვირფასო მეგობრებო, ერთი წუთით დავბრძანდით. თია სად არის? პატარა მეორე თია, ინაური. მეგობრებო, ეხლა ჩვენ გვაქვს შვედური სუფრა, ფურშეტი, როგორც ეძახიან, ამიტომ არავინ არ წახვიდეთ. ყველანი მიბრძანდით, შეგიძლიათ სურათები გადაიღოთ ნეფე პატარძალთან, ასევე მიირთვათ ის, რაც გვაქვს თქვენთვის გამზადებული. მშვიდობიან დღეს გისურვებთ. უფალმა გაკურთხოთ.